დღე, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება, ის დღე იყო, როდესაც გაიგეთ, რომ COVID-19 შეგეყარათ? არა, როცა გავიგე, რომ COVID-19 შემეყარა, არ იყო, იმიტომ რომ პირველი 2 დღე განსაკუთრებით საერთოდ არავითარი რაღაცა გასულების ემოცია არ მქონია, იმიტომ რომ ავად ვიყავი, როგორც რა ვიცი, გრიპი რო დაგემართება დაახლოებით ის. რომელი იყო ეს დღე, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება რადიკალურად? 7 წლის წინ დაახლოებით, როდესაც შეცდომით, მაგრამ მითხრეს, რომ ისეთი ტიპის, ისეთი ფორმის სიმსივნე მქონდა, რომ აი მორჩა 4 შაბათს ოპერაციას არ გავიკეთებდი, ვეღარ გადავრჩებოდი. ის დღე იყო ნამდვილად ალბათ ყველაზე უფრო ძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც აი უცებ ერთ წუთში რომ მთელი ცხოვრება გაირბეს ხოლმე შესთვალწით და მე მომავალი ცხოვრებაც რომ გაირბეს ხოლმე რამდენი დაგრჩა და რომ დაიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ყველა დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი. ვისგან გაიგეთ ეს ამბავი? ვინ გითხრათ ამ დიაგნოზის შესახებ? ერთ-ერთმა ძალიან გამოჩენილმა ქართველმა ექიმმა სამწუხაროდ, რომელსაც ბევრი ადამიანი აკითხავს ამ ქვეყანაში რჩევისთვის, პატრონობისთვის, ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ძალიან სამწუხაროდ. თქვენ გადაამოწმოთ, მე ბუნებრივია. კი, ოღონდ არა საქართველოში. მაშინ მივხვდი, რომ ისე შეუძლებელია ადამიანი ესე სასიკვდილოდ გადადებული იყო და ისე იყო, როგორც მე ვიყავი. უბრალოდ არ შეიძლება შესაძლებელია, მაგრამ მე ვერ წარმომედგინა ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის თუ აი 3 დღეში უნდა მოკვდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მინიმუმ განწყობა მაინც უნდა გქონდეს. ცუდი რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფიზიკურად უნდა სუსტად იყო და ცუდად გრძნობდა თავს. ამიტომ ვერ დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო. თუმცა იმდენად დიდი სახელი იყო, რომ ექიმს გულისხმობ, რომ რთული იყო ემოციის გარეშე. ანუ საერთოდ გეთქვა, რომ ხა მან რა იცის, ამას ვერ იღოდი. ბუნებრივია. ამ ექიმის სახელი და გვარის დასახელებას ბუნებრივია არ გთხოვთ. თუ ისაუბრეთ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი დიაგნოზია. არა, არ მისაუბრე. არ ქონდათ ამის სურვილი? არა. ხო, შეიძლება არ იყოს სწორი. ეს ის პერიოდია, როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნეთ და ორ თვეში ხდება ეს ამბავი. როდესაც ფორს მაჟორია ალბათ თქვენ ცხოვრებაში, გადატვირთული გრაფიკი და რაზე დაიწყეთ ფიქრი იმ წუთებში? ძალიან სასაცილო იყო, იმიტომ რომ ერთის მხრივ მეუბნეოდნენ, რომ აი რაღაცა მორჩა, ფუნდამენტურად მორჩა და ამასობაში მე ამისთვის არ მეცალა. ამ სულელურ არაფრისთვის საჭირო ოპერაციას გადამარჩინა სწორედ ჩემი თავდაცვის მინისტრობამ იმ გაგებით, რომ პირველი ვიზიტი ამერიკაში მქონდა სწორედ ხუთშაბათს ვიწყებდი. ანუ იმ 4 შაბათის შემდეგ ხუთშაბათს ვიწყებდი, როდესაც უნდა ოპერაცია გაკეთებინათ და რა თქმა უნდა იქ ვთხარ, რომ ეს გამორიცხულია, არავითარი ოპერაცია არ ექნება. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მქონდა და ესე გადავრჩი იმ კვირას და შემდეგ უკვე დრო იყო იმისთვის, რომ გადამემოწმებინა და ეს ოპერაცია რო გაიკეთებინათ შეიძლება ფატალურად არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოში მითხრეს, რომ ფარისებური ჯირკვალზე მქონდა სიმსივნე და უნდა ამომეჭრა და ამასობაში აბსოლუტურად ჯანმრთელია ჩემი ფარისებური ჯირკვალი. მეუღლე, შვილები როგორ უთხარით ეს ამბავი იმ საღამოს, როდესაც შვილებმა არც იცოდნენ, არავის დათოს გარდა არავინ არ იცოდა მხოლოდ დათო. დათომ რა გითხრათ, გახსოვთ პირველი სიტყვა? ტელეფონზე დაურეკე და ამიტომ არ მახსოვს ნამდვილად რამე. იმ მომენტში არაფერი დიდად არ მახსოვს, ვინ რას მეუბნეოდა. მათ შორის ნაწილი უკვე მეორე ნაწილი ექიმის საუბრისაც კარგად არ მახსოვს. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ ეს მცდარი დიაგნოზი აღმოჩნდა. აბსოლუტურად მცდარი იყო ის დიაგნოზი, რომელიც საქართველოში დაამისვეს, თუმცა პრობლემა მქონდა და რომელიც მარტივად მოგვარებადია. ექიმი ამერიკაში გავიკეთე ოპერაცია და მეხუმრებოდა, რომ ოპერის მომღერლებს ემართებათ ეს დავადებ. ანუ ხმის იოგზე მქონდა სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც აი წუთნახევრიანი ოპერაცია იყო დაახლოებით. 17 წუთში გამოვედი სამავდყოფოდან.